როდესაც შენეძებ, რომ იქ ასტროლოგი მოვიდეს, უცხო პლანეტელი მოვიდეს, იქ რაღაცა ენერგია, მაღალი ენერგია, დაბალი ენერგია, რაღაცა ბოდოები, ტექსტებში ჩაკარგული ხალხი, ხო? და ამან ცხოვრება დაგილაგოს, რა თქმა უნდა, შენ ყოველთვის манипуляციის მსხვერპლი იქნები და საკბილო იქნები შარლატანის. ასე რომ მე ერთი რჩევა მაქვს ხალხო, ეძებეთ საკუთარ თავში პირველ რიგში ეს გზა და როდესაც რამეს მოისმენთ, გათიშეთ მერე და ფიქრი დაიწყათ ამაზე, თქვენს რეალობაში ბოლო-ბოლო რაღაც გამოცდილება თქვენს ხო გაქვთ არა? თქვენს გამოცდილებაში როგორ ჩაჯდა ეს ყველაფერი, თქვენ რეალურად როგორ ხედავთ ეს ადამიანები. ზოგი ხა იმდენად პაპსაა რომ საუბრობს და იმდენად გაზუთხული ტექსტები აქვს, რომ იქ ხა ძალიან სულელი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე ადამიანი რას ლაპარაკობს, მაგრამ იცით რა არის კაცობრიობის ისტორიაში მუდმივად ესე იყო. ყველაზე დიდ შარლატანებს ძალიან დიდი აუდიტორია ჰქონდათ ყოველთვის და ძალიან გონიერდა ესეთ ადამიანებს ვიწრო და ეს განსაზღვრავს იმას თუ რა ცნობიერების მდგომარეობა ადამიანში